ალყაშია, შეგვიძლია ესე ვთქვათ, დაცული ტერიტორიებით ეს მუნიციპალიტეტი, ფოთიც და პრინციპში ხობიც. და ეს დაცული ტერიტორია თავისი იდეიდან გამომდინარე, ხო? გვეუბნება, რომ დაცული იმიტომ არის, რომ ადგილობრივ მოქალაქეს აძლევს უპირატესობას, თუ კი რამე რესურსია გამოსაყენებელი, რომ პირველ რიგში ადგილობრივი მოქალაქე გაძლიერდეს და განვითარდეს, ისე რომ თან დაცული იქნას ეს ტერიტორია. აი, როგორ მომახერხოთ ეს ერთად, ამაზე გვინდა სწორედ მსჯელობა. შემდეგ მეორე კადრში გვაქვს, ანუ ქალაქია, რომელსაც აქვს ერთი ბევრი სანახავი შიგნით, მაგრამ აქვს ჩვენი აზრით ძალიან კარგი სანაპირო. მათ შორის ესე თუ კი ვინმე სამედიცინო კუთხითაც აინტერესებს, ნამდვილად არ არის, თქვათ, ისეთი ხელწამოსაკრავი სანაპირო, მალთაყვის სანაპირო. ასევე აქვს საოცარი პალიასტომის ტბა, რომელიც განსაკუთრებული არის, არაფერს აღარ ვამბობ, რომ თევზის სახეობებიდან დაწყებული ფრინველებით და შემდეგ, რა ვიცი, ცხოველებით, ამიტომ მართლა ძალიან ბიომრავალფეროვანია, რასაც აქ ხედავთ და საერთოდ რომ მარტო გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით რამდენად საჭირო არის, ამაზეც არ ვსაუბრობთ. ფოთის პორტი წარმოდგენილი გვაქვს და იშვიათია, რომ ასეთი პორტის შესაძლებლობა კონდეს ქალაქს და ამითაც არის ის განსაკუთრებული ქალაქი ცხადია და ასევე გუშინაც ვიყავით და ასევე მიხარია რომ დოკა ჩვენთან ერთად არის, იმიტომ რომ მალთაყვის ტერმინალიც და ზოგადად რომ იქ შეიძლება და კიდევ უფრო მეტი ნავთობის გადამუშავება იგეგმება, ანუ ეკონომიკურად აღარაფერს ამბობ, რომ სპეციალური ეკონომიკური ზონებია და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რამ არის ერთად თავმოყრილი, რომელიც კარნახობს, რომ ერთის მხრივ ბევრი უნდა იფიქრო იმაზე, რას როგორ აკეთებ. მაგრამ მეორეს მხრივ ფიქრობ იმაზეც, რომ სექტორებს ერთმანეთთან თანამშრომლობა სჭირდებათ. ფოთი არის გამორჩეული მუნიციპალიტეტი, რომელსაც რაღაც ტიპის ანალიზი სად უჭირს აი ამ სიმწვანეში გარკვეულწილად გაკეთებული აქვს. ანუ ვერ ვიტყვით, რომ მუნიციპალიტეტს ამ კუთხით არ უმუშავია. იძლევა მუნიციპალიტეტი მონაცემებს, სად აქვს პრობლემები. ჩვენ მოვიარეთ რამდენიმე ხობის მხარეს, რამდენიმე მუნიციპალიტეტი ფოთში ხალხს შევხვდით მოსახლეობას წინასწარ და როცა ვლაპარაკობთ, რომ დღეში საშუალოდ 45 ტონა ნაგავს აგროვებს ნარჩენს ფოთი და ანუ ახერხებს ამის გატანას, მაგრამ ძალიან ბევრია, რომელიც ასევე უგროვდება და პრობლემურია მისთვის. მარტო ამ ნაწილს რო შევხედოთ, ამ ციფრსაც რომ შევხედოთ და შემდეგ იმ გამოწვევებს, რომელსაც მუნიციპალიტეტი თვითონ ამბობს, რომ აქვს როგორც გამოწვევა, მივხვდებით, რომ რაღაცა კიდევ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, რომ ეს საკითხები მოვაგვაროთ და მართლა ვიფიქროთ იმაზე, რომ ფესტივალის ჩატარება შეგვეძლოს, ახალი სერვისების შეთავაზება შეგვეძლოს, ადამიანების მოზიდვა შეგვეძლოს. გარდა 45 ტონისა, ჩემთვის იყო აბსოლუტურად ეს შოკის მომგვრელი, ასევე ის, რომ ფოთში გაცილებით უფრო და ხობში და მთლიანად ამ ტერიტორიებზე გაცილებით უფრო ნაკლები ტურისტი შემოდის, ვიდრე მაგალითად წალკაში ერთ კანიონზე. ანუ არ არის ეს სწორი. ანუ რაღაცა არასწორი ხდება. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა ხდება არასწორი და რა შეგვიძლია ერთად გამოვასწოროთ იმისთვის, რომ მართლა ის პოტენციალი, რაც გააჩნია ქალაქს და თვითმმართველი ქალაქია, იშვიათი ქალაქია, ხო, 4 თვითმმართველი ქალაქი გვაქვს თბილის გარდა და ერთ-ერთია ფოთი. ანუ თუ კი მეტი გადაწყვეტა შეგვიძლია ადგილზე, ეს გადაწყვეტილებები იყოს სწორი და უფრო გამართული, რომ მეტი განვითარება იყოს შესაძლებელი. თვითონ მუნიციპალიტეტი, რასაც ამბობს, რომ აქვს გამოწვევა, არის რომ სეპარირების პროცესი ვერ შეძლო და 27 წლამდე უნდა რომ რაღაცნაირად ამის სეპარირება მოახდინოს და თუ გადავხედავთ რამდენი თუ არ არსებობს ნარჩენის სახეობა, რომელიც კი აქ არ გროვდებოდეს. ანუ შეიძლება კონდეს სხვა მუნიციპალიტეტები, სადაც ესეთი ტიპის ნარჩენი შეიძლება არ გიგროვდებოდეს, მაგრამ ყველაზე რთული ნარჩენებიც კი აქ შეიძლება ნახო ისეთ გარემოში და ისეთ თქვათ კადრებში, როგორიც უკვე გქონდა, ხო, ასეთ საოცარ ადგილებში, ხო? და უნდა რომ სეპარირების კუთხით რაღაცა გარღვევა მოახდინოს. მეორეო, რასაც ამბობს, არის რომ ტარიფი არის გადასაანგარიშებელიო, ჯერ მოსახლეობაზე ამბობს პრინციპში, მაგრამ რატო ამბობს იცით ამას? მუნიციპალიტეტს დათვლილი აქვს და ამბობს, რომ არ ყოფნის ძალები. ანუ არ არის საკმარისი ის ამოღებასაც ახერხებს როგორც მოსაკრებელი, ხო? და შემდეგ ამბობს, რომ ზოგადად ამოღების სრულყოფა ჭირდება, არა მხოლოდ მოსახლეობიდან, იმიტომ რომ ვერ იღებს ამას 70%-იანი ამოღება აქვს. ისე ეკონომიკური სექტორიდან, აქედანაც ვერი. არ არსებობს საქართველოში ბიზნესი,
პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ და ძალიან ბევრი ფიზიკური პირი სარგებლობს ფოთის სიკეთით. იმიტომ რომ რაც კი შემოგაქვს, დიდი ნაწილი აქედან შემოგაქვს, ხო? ანუ ყველას აქვს რაღაცა ტიპის კავშირი ფოთთან იმისთვის, რომ თავისი ბიზნესი განივითაროს. და სამაგიეროდ ქალაქს მაინც არ ყოფნის ძალები, რომ თავისი პრობლემები მოაგვაროს და იქამდეც რომ ამ ხელა პოტენციალი აქვს ძალიან ბევრი რამის კეთების და ვერ იყენებს ამ პოტენციალს. ამიტომ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ თვითონ საქართველოსაც რაღაცეების შესაძლებელი აქვს ფოთთან მიმართებით. და გვინდა რომ ამას შევუწყოთ ხელი ამ დიალოგს, რომ რა აქვს შესაძლებელი საქართველოს იმისთვის, რომ ფოთის როგორც პოტენციალის, ასევე და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ამიტომ გვიხარია გურიის მონაწილეობაც, რომ საერთოდ ინტერმუნიციპალური ურთიერთობა, გაცვლა ინფორმაციის არის ძალიან საჭირო.